რატომ უწევს ხელისუფლებას ამხელა ძალისხმევა კარგი რაღაცის დასამტკიცებლად? აი რატომ? ხალხი დავიჯერო ისეთი სულელია, ქართველი ხალხი ისეთი გულუბრყვილოა, რომ ჩვენ კონსერვატორები ერთი პატარა ოთახის მეშვეობით, სოციალური ქსელებით, ეხლა ტვინს ურევთ მთელ საქართველოს, მთელი საქართველო უსაფუძვლოდ გადმოდის ამ აზრზე და ქართული ოცნება მთავრობა თავისი მილიარდებით, თავისი იმედებით, რუსთავიორებით, საზოგადოებრივი მაუწყებლებით, თავისი არაბული ინვესტიციებით, არაბების იმებით, შესაძლებლობებით, თავისი 50 ლარიანი ბოტებით და 500 ლარიანი სპიკერებით, მაგათ ჩვენ ვუგებთ იმაში, თან ტყუილს ვავცელებ და ეგრე ვუგებთ. ჩვენ მაგრები ყოფილობთ, კაცო. გებელსი ეხლა ალბათ იმაში საფლავში ტრიალებს, ჩვენ ვიმყოფილვართ. ანუ სასტრაფოდ ჩვენი მეთოდოლოგია არის ჩემი აზრით უნდა აღიწეროს, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვახერხებთ, ცხოვრებაში არავის არ მოუხერხებთ. და მაგასაც ხო ამბობ. ნუ ბადალი არ ყოლია პროპაგანდაში. რეაგირებას ხო ითხოვე. რეაგირებას ითხოვე, მოდი აი ყობახიძის კომენტარიც გავაკეთო და მე რეაგირების ნაწილზე ისა ვაჩვენოთ და მე რეაგირების ნაწილზე გადავიდეთ. ეს კამპანიაც იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული და ზუსტად იგივე ხელი მართავს ამ პროცესებს, ვინც მართავდა მანამდე რევოლუციურ პროცესებს. თავიდან შემოიყვანეს სენაზე ლელო, მას დააწყებინეს კამპანია ამ უპრეცედენტო და უნაკლო ინვესტიციის წინააღმდეგ. შემდეგ თანდათანობით გაწიეს გვერდით ლელო და გადააბარეს ეს კამპანია ალტინფოს, პატრიოტ ალიანს, ნაცების ახალგაზრდულ ფრთას, ამ შაბნელ ძალებს ერთიანად რო შევაჭამოთ, ხო? ნუ აქეთ ჩანს ძალიან მარტივი კოორდინაცია. რეალურად რა თქმა უნდა, ისინი პროექტის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლიან, უბრალოდ მათ სურდათ ერთადერთი რამე, რომ ის პროექტი, რომელიც არის მართლა უპრეცედენტო და რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული წვლის შეტანა, წარმოიჩინათ ნეგატიურად. გარკვეულწილად ეს შეძლეს, მთელი კამპანია იყო ამისათვის მომართული და ეს ყველაფერი იყო გარედან დაფინანსებული და გარედან მხარდაჭერილი, თუმცა რა თქმა უნდა, ისინი ვერ მიაღწევენ მთავარ მიზანს, პროექტი განხორციელდება და 11 მილიარდი ლარით გამდიდრდება ჩვენი ეკონომიკა და ეკონომიკის გამდიდრება, ქართული ეკონომიკის გამდიდრება ნიშნავს რა თქმა უნდა ამ სიკეთის გავრცელებას ფართო საზოგადოებაზე. ხო, თქვენ შეგიძლიათ თავად განსაჯოთ, რას ნიშნავს 100 მილიარდი ეკონომიკისთვის მარტო ერთი პროექტის ხარჯზე 11 მილიარდი ლარის დამატება. უბრალოდ ნახე როგორ რაღაცა რას ნიშნავს ესენი არიან ერთი ხელიდან მართულები და გარედან დაფინანსებული. ჯერ რა დაფინანსებაზე ლაპარაკობთ, რავი, აი როგორ არ გწხვენიათ ხალხო. აი საზმაუს ჟურნალისტი რო იყო, იმას უთხარი, მგონი იმის კამერა ღირდა უფრო მეტი ვიდრე მთელი ჩვენი აპარატურა, რაც აქ გაგვაჩნიათ და რა ვიცი, ერთი ოთახი გვაქვს იმის, რა ქვია, სტუდიად მოწყობილი და მასე მაუწყებთ. აი რა დაფინანსებული, რაში გამოიხატება დაფინანსებული უცხოეთი? რა უცხოეთმა იყიდა კონსერვატორები deep state-ი აფინანსებს? ბიჭო, სიგნალის ფინანსები არა გვაქვს, რომ საქართველოში ტელევიზიის სიგნალი ანტენებზე გაუშვათ მთელი საქართველოს მასშტაბით. რაში გამოიხატება? ვინმემ უგისყიდა და გაფინანსათ. სიგნალს ვერ უშვებთ უბრალოდ ყველა ტელევიზორში რომ ანტენაზე ჩავრთოთ. და 7 მილიარდი შემოიტანეს არაბებმა. თავრობა გაიყიდა. ანუ აი სული გაყიდეს, მიწას ყიდიან. იმ ხელა ფული შემოვიდნენ არაბები და ჩვენ არა გვაქვს აი სიგნალის ფული, რომ ანტენაზე გაუშვათ გადაცემები. ერთი კამერა ხის ამათი ტელევიზიების, რომლებიც თელი დღე გავეშებულები სიუჟეტებს აკეთებენ ჩვენს გასაშავებლად. კი და თელი ჩვენი აპარატურის ფასი ღირს ერთი ამათი. არა, უფრო ძვირი. ხო, უფრო ძვირი. და ბიჭო, ამას რო ყადრულობს. ამას რო არ თაკილობს პრემიერ-მინისტრი, ეს ხო არ არის რაღაცა წვრილმანი ბოტი, ვიღაც ტროლი, რომელიცაც არ არის პრობლემა რეპუტაციული დარტყმა მიადგეს. პრემიერ-მინისტრი ხარ, შეგაი ადამიანი. პრემიერ-მინისტრი შეიძლება მასე დაეცეს, რომ არაბული კომპანიის PR მენეჯერად და წვრილმანი ტროლ ბოტების ტექსტებით მოლაპარაკე
ხარისხამდე დაეცეს მისი ტექსტები, ხო, რა ვიცი და მე აი უბრალოდ კითხვა ხო ჩდება შენ არ ახარ დასანქცირებული, აი ყობახიძე არ არის დასანქცირებული დასავლეთით. ჩვენ დაგვასანქციეს, ჩვენი თანამებრძოლები არიან დღესაც მაგნიცკის სიაში. ხო? და რა ვიცი, რა ლოგიკით? ან დასავლეთს რო ვაკრიტიკებთ შენზე მეტად. დასავლეთის პოლიტიკას რო დღეს ვაკრიტიკებთ შენზე მეტად და შენ ოდესმე რო გიკრიტიკებე, იმაზე მეტად ვაკრიტიკებ და ყოველთვის ვაკრიტიკებ. აი შენ საერთოდ მაგას რომელი NGO-ებში მუშაობდი? ხო, შენ როგორც NGO-შნიკს, იქიდან მოყოლებული დღემდე რაც დასავლეთი გიკრიტიკებია, არც შეედრება იმ კრიტიკის მასშტაბს, რომელსაც ჩვენ და ხარისხს. რა ვიცი, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ხმა გაქვს მიცემული პრემიერად დანიშნაზე იმ კაცის, რომელზეც იძახი რომ ვიცოდი რომ Deep State-ის აგენტი იყო და Deep State-ის აგენტი დანიშნული ყავს პირველ კაცად ქვეყანაში. და ამაზე მე ენა რო გიბრუნდება და სხვაზე იძახი ამათ ახლა რა თქმა უნდა მაქსიდებილის სისულელის სამარცხვინო ტყუილს არავის არ ჯერა. მაგრამ აი კითხვა არ ჩდება მართლა აი ყობახიძე რო იძახის რომ ლელო გაიწია ამ კამპანიიდან. ლელო რატო გაიწია მართლა? ლელოს ხალხო ბოლოს როდის გახსენდებათ ამ თემაზე განცხადება ლელოსგან გაკეთებული, აი ბოლო კვირები რატო ჩუმად? გაიწია. გაიწია და რატო გაიწია? ანუ გაწიეს რას ნიშნავს? ვინ შეიძლება გაწიოს ვიღაცა კამპანიიდან თუ არა იმან, ვისაც მაგალითად არ ვიცი, კამპანია პრობლემად მიაჩნია, ხო? შენთან ხო არ არის გარიგებაში შემთხვევით ლელო, რომლის ლიდერებიც გამოუშვი დროზე ადრე არჩევნების წინ. იმიტომ რომ შენთვის მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ლეგიტიმაცია და მის პარტიას მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. შენთან ხო არ არის კავშირში შემთხვევით. თავიდან რომ შემოვიდნენ და ერთი კვირა რომ რაღაცები ილაპარაკეს. იმისთვის ხო არ გაკეთდა იქ ყველაფერი, რომ აი მე თქმულიყო, რომ აი ნაცები ლელო და ალტინფო ერთაზე არის. და შენთან ერთაზე როა ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, ზურა ჯაფარიძე, გვარამიას პარტია. ეგ ძალიან უცნაურია. ეგ როგორ არის? მაგას რატო არ ვიხსენებ? ეგ მაინტერესებს. გვიტევენ ამ თემას. Deep State-ი რას აკეთებს ამ შემთხვევაში? როდესაც აი პირდაპირ Deep State-ზე მომუშავე ფიგურები არავინ რო არ უარყოფს თან. არც ეგრეთ წოდებული Deep State-ი, რასაც ვეძახით ჩვენ. არც ინდივიდუალურად ის პერსონაჟები რო არ უარყოფენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. ეგეთი კატეგორია რატომ იცავს ამ ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას? ბოკერია, ჩერგოლეიშვილი, საერთოდ მათი თვითონ რა ვიცი, Deep State-ის განსახიერება არიან საქართველოში. ერთ-ერთი ცნობილი ვიდეო მახსენდება, ეს რო ლაპარაკობს ეს ჩერგოლეიშვილი, მე მაფინანსებს სოროსის ფონდი, მე მაფინანსებს, მე მაფინანსებს ეს, მე მაფინანსებს ის, კაი მემი გაკეთდებოდა ეგეთ ისე მაგაზე. აი, ცოტა უწმაწური ამოვა. არ ვიტყვი ბოლომდე. ხო და ანუ ვინმე თუ აფინანსებდა Deep State-ი ვინმე თუ მუშაობდა Deep State-ზე, ეს სოლქმარია, ხო? ვინმეს თუ აფინანსებს Deep State-ი და აფინანსებდა მაგალითად ეს ეხლა რო გამოუშვეს ზურაბ ჯაფარიძე, ხომ ასეა? კიდევ ვინ თქვი შენ? კიდევ ბევრი ელისო კილაძეები და ეს ელისო კილაძე რაღაც იმის კერენსკის დროინდელი ბალამუჩიკი ხალია ეგ ყველაზე მუშაობს ეგ მე მგონი მთავრობაზე მუშაობს ეგ ხალი და რა ნუ მე ამ ხალხში სხვათა შორის არავიზე არა ვარ დარწმუნებული რომელი იქ ორმაგი აგენტი რომელი არა იმიტომ რომ გვარამიას პარტიაზე აქტიურად ლაპარაკობდნენ რომ წინა საარჩევნო ოცნება აფინანსებდაო ჩერგოლეიშვილზე აქტიურად მიდის ლაპარაკი რომ ის რაღაცა ყველა მხარეს სადღაც ჩანს გასამრჯელოზე რომ ეს ხალხი რაღაც უცნაურად იქცევა ხელისუფლების სასარგებლოდ მაგრამ ფაქტი ერთია რომ აი მოდი ასე ვთქვათ აი რომ ვერავინ რო ვერ უარყოფს კაცო მე ისეთ ფაქტს ვამბობ რომ ეგრეთ წოდებულ Deep State-თან ვინმე თუ კავშირში არის ეს ჩამოთვლილი ხალხი არის პირდაპირ კავშირში კაცო შენახვედრიც პირდაპირ დაფინანსებული გრანტ აღებული და ასე შემდეგ არავინ არ უარყოფს მაგას და ეგ ხალხი რატომ ემხრობა ამ არაბული ქალაქების აშენებას და მთავრობის პოზიციაზე რატოა
ანუ deep state-ი რას აკეთებს ამ შემთხვევაში? ანუ იმათ წირავს ამ დრომოჭმულ იმის წინამორბედ პოლიტიკოსებს წირავს იმისთვის რომ ჩვენ უფრო უსაფრთხოთ და უფრო ნაკლებად ჩვენზე გაკეთდეს აქცენტი, ანუ რა სტრატეგიას მე საერთოდ რა მაინტერესებს. ეს ოცნების ბინძური წარსულის მქონე პოლიტიკოსები, ხო? უკადრებელი რაც მათ იკადრეს თავისი მოღვაწეობის მანძილზე. აი რა თავხედობით, რა იმითი ყოფნით მათ აი ესეთი სინაგლე, რომ აი რაღაცა სხვისკენ იშვერენ თითს. აი ეგ არ მესმის, საერთოდ არ მაინტერესებს, კაცო, თქვენ არც თქვენი აზრი მაინტერესებს, თქვენთან რა თავი უნდა ვიმართლოთ, კაცო. ბინძური წარსულის მქონე ადამიანები ხართ, თქვენ ხართ საერთოდ ამ ქვეყანას რაც თქვენ უქენით. თქვენ რამდენადაც ხელები გასწრილი გაქვთ. თქვენ ჩვენთან საერთოდ რაზე გაქვთ, კაცო, სათქმელი საერთოდ პირი არა, სახმა არა გაქვთ ამოსაღები, მაგრამ თქვენ ვის რას აბრალებთ საერთოდ. ეკონომიკური ეგ ხო ეხლა ელემენტარულია, მოდი თქვენ ურავის ნურაფერს დააბრალეთ. თქვენ რო გასწრილები ხართ. ეს სასარგებლო. ეხლა გამოხედით და თითქოს თქვენი ისა გამოვლილი ცხოვრება არის გაკრიალებული, ხო, ეგრე რომ მოგაქვთ თავი, ხო ყველამ ვიცით რა თქვენი წარსული, კაცო. ხო და მაგ ჭრილში, აი თემაზე ვლაპარაკობთ, კონკრეტულ თემაზე. არაბული ქალაქები შენდება. ქუჩაში რო გადის ადამიანი, ქუჩაში ხედავს სურათი იცვლება ეთნიკური. ხო? და მაგაზე პასუხი ეგ იდიოტობა არ, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, რომ ესენი ერთი ხელით იმართება. რა შუაში აქ ჯერ თქვენ რა მართვაზე უნდა ილაპარაკოთ და მერე არ იცვლება ქუჩაში? ქალაქები არ შენდება. ეგ არის პასუხი, რომ ერთი ხელით იმართებიან? ანუ აშენდეს ქალაქები? ეგ რა პასუხია ეს საერთოდ? აი ესეთ დონეზე უნდა ვიყოთ რამდენი ხანი? ანუ 30 წელი რო გავა და კიდე უფრო რო გაივსება აქ ხალხი, კიდე ეგრე ვილაპარაკ. ესენი კიდე ასე ილაპარაკებენ, რომ ერთი ხელით იმართება ეს ყველა. ვინც ამათ აკრიტიკებს? აი მე ერთი ხელით იმართ, ხო და ცოტა პირი გამოირეცხეთ, კაცო, თქვენ რო ვიღაცას რაღაცას აბრალებთ, კაცო. თქვენ ფულს რო ხელს აი ფული რო დაგიდეს წინ და ხელის პასტა რო ვერ გაგაგდებინეს, ყველაფერს რო ხელი მოაწერეთ. თქვენ ვის რა დაფინანსებაზე ელაპარაკებით, კაცო? რა თქვენ ფულზე საერთოდ ვის ელაპარაკებით, ღმერთო ჩემო? ხო არსებობს რაღაცა სინაგლის ზღვარია რა. 6 მილიარდს აპირებთ, რომ ეხა თქვენ აიღოთ, კაცო. 6 მილიარდ ნახევარი დაგიდეს წინ. რა დაფინანსებაზე ელაპარაკებით? მართლა. ეგ არის, რა არის, იცით ხო? აი, ხო აი რაღაცა პოლიტიკური გამოწვევა, სადაც გამოწვევა დგასას ერთის მხრივ არიან მართლა მეორე მხარეს არიან ხალხი, რომელიც მთავრობაში არიან, გადაიხიეს ეს ქვეყნის ბიუჯეტი თავზე. ერთმანეთს ფულს ვერ იყოფენ, იქ სასამართლოს იყენებენ შიდა გარჩევებში და ერთმანეთის კორუფციების იმას ვერ აუდიან უკვე თლას. ხო და ეს ხალხი რომ მოგიტრიალდება მართლა და აქეთ რო დაგაბრალებს, ესენი გარედან ფინანსზე შემაიმუნო მართლა, არ ვიცი ეგ რა, ეხლა აი ესე უნდა ვამტკიცოთ ეხლა ჩვენ ეს, კაცო? ცოტა გამოიხედოს ყველამ, ცოტა ტვინი გაანძრიოს, კაცო, რაზე ეხლა ყველაფერი ხო არ უნდა ხსნათ, კაცო, ცოტა მოიხედე რაზეა ლაპარაკი და ასეთ რაღაცაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის საჭირო რა. ეს ხალხი, ეს ოცნების ხალხი კონკრეტულ თემაზე კონცენტრირდეთ, მეგო. თან გამოსავალსაც გთავარ.
რაღაცა იმას კი არ ვიძახით, კაცო. რაღაცა უბრალოდ კი არ ვაპროტესტებთ რაღაც. გამოსავალს გეუბნებით, გამკაცრეთ საემიგრაციო პოლიტიკა, გამკაცრეთ, კაცო. ვინმე ამაში არ გვეთანხმება, ვინმე? ვინმე არ იძახის, რომ ამ ქვეყანაში ეს მიგრაციის პროცესი უნდა ანუ ამის პასუხად რომ ვიგებთ, რომ ესენი ერთი ხელით იმართებიან, ესენი გაიყიდენ, ესეთი დონიდან, საერთოდ ესეთი პოლიტიკის დონიდან უნდა გამოვიდეთ. ეს ნაცების მეთოდები, მართლა რომ გადაიღეთ თავიდან ბოლომდე. როგორც ისინი ყიდდნენ ქვეყანას, თქვენც რო იგივე ხალხი ჯერ თქვენთან რო გადმობარგდნენ და ყველაფერი რო გადააკოპირეთ, კაცო, ცოტა ხო უნდა წავიდეთ წინ, არა?